თავარის ინფორმაციით ევროკავშირის დელეგაციის წევრი საიმონ ვანდერბრუკი საქართველოში არ შემოუშვეს. ჩვენივე ინფორმაციით ბრიუსელი დღეს ამ თემაზე ოფიციალურ განცხადებას გააკეთებს. დასავლელი ლიდერები ზურაბ გირჩი ჯაფარიძის დაკავებას ეხმაურებიან. ამას დიდი ბრიტანეთის მთავრობის სანქციები უნდა მოჰყვეს, წერს ბრიტანელი დეპუტატი ჯეიმს მაკლერი. ანტიამერიკული ოცნების რეჟიმი ქმნის პრეცედენტს, რომ ყველა ოპოზიციონერი დააპატიმროს, აცხადებს ჯო უილსონი. პოლიტიკური დევნის კიდევ ერთი სამარცხვინო მაგალითი, ასე ეხმაურება ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩუსი ჯაფარიძის დაპატიმრებას. ჯაფარიძის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს ალდეც. თავარის ინფორმაციით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ ლევან გალობლიშვილმა თანამდებობა დატოვა. ის თანამდებობაზე 2024 წლის 18 სექტემბერს დაინიშნა. ლონდონის სასამართლო ივანიშვილსა და კრედიტ სუის შორის $607 მილიონ დავას 16-19 ივნისს განიხილავს. რუსეთის სუვერენული აქტივები გაყინული დარჩება მანამ სანამ ის არ დაასრულებს აგრესიას და არ აუნაზღაურებს უკრაინას ზარალს, წერია დიდი შვიდეულის ქვეყნების ოფიციალურ განცხადებაში.